1861 წლის 7 სექტემბერს დაიბადა კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია. საქართველოს არა მარტო უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა. წმინდანად შერაცხული, მის მოღვაწეობაში ქრისტიანული რწმენა და სახელმწიფოებრივი შეგნება ერთმთლიანობად გვევლინებოდა. ის იცავდა არა მხოლოდ ეკლესიის უფლებებს, არამედ ადამიანის ღირსებასა და საქართველოს დამოუკიდებლობას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ წმინდა მღვდელმთავარ ამბროსი აფსარებელს ეკუთვნის სიტყვები: რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც. ისტორიაში მართლაც იშვიათია, როდესაც პატრიარქი ასე თანმიმდევრულად იბრძვის ეკლესიისთვის, ერისთვის და თითოეული ადამიანისთვის. ამბროსი ხელაია იყო ღირსეული მესაჯე, რომელსაც შეეძლო კეთილისა და ბოროტის გარჩევა, ჰქონდა სიმამაცე, რწმენით ანთებული გული და ქრისტიანული გონიერება. სწორედ ეს თვისებები ყველაზე მეტად აკლია დღეს როგორც საქართველოს პოლიტიკურ ელიტას, ისე სამღვდელოებასაც. ჩვენ ვხედავთ სულიერი სისუსტის, გაუბედაობისა და გაურკვევლობის ნიშნებს იქ, სადაც საჭიროა მკაფიო სიტყვა და ზნეობრივი სიმტკიცე. მიზეზები ამ მდგომარეობისთვის ბევრია და ნათელია. ჩვენი სახელმწიფო და ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში იყო ჯერ ცარისტული, შემდეგ კომუნისტური რუსეთის მიერ დამონებული, გაძარცვული და გარღვნილი. სამწუხაროდ რუსულ კაგებეშნიკურ პროვოსლავიას ჩვენ საეკლესიო სხეულში კიდევ ბევრი მოწამლული უჯრედი აქვს ჩატოვებული. დღესაც ქართული სამღვდელოების ნაწილი კვლავ თაყვანს სცემს იმავე ბოროტ ძალას, რომელიც გვართმევდა და გვართმევს თავისუფლებას, გვიუქმებდა ავტოკეფალიას და გვინადგურებდა ქრისტიანულ სიწმინდეებს. ამიტომ აქვს მისი ღვაწლის გააზრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამიტომ სახავენ მის გამოსახულებას თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები ქუჩის სტენსილებზე. ამიტომ ანთებს მის ხატთან სანთელს მორწმუნე ქართველი და სთხოვს მეოხებას, რათა გათავისუფლდეს ჩვენი ქვეყანა და ეკლესია სულიერი სიბნელისა და ბოროტების მორჩილებიდან. რამდენად ეხმიანება დღევანდელობას მის მიერ 1921 წელს ანტონ მარტყოფელისადმი მიწერილი წერილის ეს სიტყვები: რუსეთი ისევ რუსეთია, მხოლოდ სახელის შეცვლით. მეფის მთავრობის ნაცვლად კომუნისტები მოვიდნენ, მაგრამ მიზანი იგივე რჩება: დანგრევა და დაპყრობა, ერის სულიერი და კულტურული იდენტობის წაშლა. ჩვენი ბრძოლა არ დასრულებულა, ის მხოლოდ ახალ ფაზაში გადავიდა.